ორებელს მიხარია რომ ერთლიანი პაუზის შემდეგ თქვენ ეთერში ვარ. კი ბატონო, მეც მიხარია. პირველ რიგში რაც ამ თელ ისტორიაში არის პრობლემური, რომ არ ვიცით რა ხდება. იმიტომ რომ მაგალითად ფარცხალაძე, ღარიბაშვილი, ლილუაშვილი ეს შეიძლება სრულიად განსხვავებული ამბების ნაწილი იყოს. არ იყოს ერთიანი საქმე. ეს ქართულ ოცნებას უნდა რომ ერთიან საქმე წარმოაჩინოს და თუ დააკვირდებით, თელი ინფორმაციული ველი სავსეა იმ, ასე ვთქვათ, მიდგომით თუ ნარატივით, ასე ვთქვათ, რაც ქართულ ოცნება თვითონ ავრცელებს. ანუ არა ესენი ხმას არიღებენ ადვოკატების რაღაც კომენტარებით შეგვიძლია დისონანსი შევიტანოთ ოფიციალურ ვერსიაში. მათი ადვოკატების იმედზე ჩემტერი იყოს, იმიტომ რომ ის ხო სისტემის ნაწილია და თუ ჩვენ არ ვიცით ზოგადად რა ხდება, რა პროცესია, მაგალითად შეიძლება ფარცხალზე ამბობდნენ რომ კავშირში იყო ის კრიმინალური ავტორიტეტი რომ მოკლეს თბილისში და მიქაძეებთან ჯანგველაძის რაღაც ამასთან იყოს დაკავშირებული ღარიბაშვილი, ფულის ამბავი იყოს, იქ ლილუაშვილი შეიძლება ყველაფერში იყოს გარეული და სულ უпроსი იყო და ღმერთმა იცის რა შეიძლება გაეკეთებინა, არ გაეკეთებინა, რატომ ამ სამ გვარს შეგნებულად აწებებენ ერთმანეთს. რომ მაგალითად არ ვიცით რა არის თავარი პრობლემა. თავარი მნიშვნელობა ერთ-ერთია მათი პრობლემა. ძალიან ხშირად თუ დააკვირდებით ქართულ ოცნებას შევაც ქონია რომ მაგალითად ერთი ცუდი კანონი რო შემოდის, იმის გადასაფარად სხვა კანონი შემოდის, სანამ ის სხვა კანონზე მიდის ყვირილი, იქამდე ჩუმად გადის მეორე კანონი. ამიტომ საბოლოო ჯამში თავარი პრობლემა არის ის რომ ინფორმაციულ ზედოზირებას, მოვლენების ზედოზირებას, ანუ ქმნიან რომ რაღაცა ნავიგაცია, სად სიმართლეა, სად ყვილი რა ხდება, რომ დაიბნეს ამორჩეველი. ასე იყო მიღებული, როცა საერთოდ სხვა რაღაცაზე ხდებოდა ყვირილი, დაჩქარებული წესით მიდიოდა კომიტეტში და სხვა კანონის ფარგლებში საერთოდ, რომელიც არ ეხებოდა ოფშორებს და მაშინ რომ დავინახე და პოსტი დავწერე, იმის შემდეგ დაიწყო ყვირილი, მაგრამ სამდროში ხო შეიძლება რომ არავის არ შეემჩნია კიდეც ეს ამბავი. მიუხედავად რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მე თქვენ აღმოაჩინეთ ოფშორების კანონი? კი, ჩემ პოსტის შემდეგ მე ვიყავი კომიტეტის წევრი ვიყავი, როდესაც შემთხვევით დილის 9 საათზე საერთოდ 11-ზე არ ნიშნავდნენ ხოლმე კომიტეტი, დილის 9 საათზე ჩაინიშნა კომიტეტი და ასე გაპარება უნდოდა ამ კანონს. საერთოდ ამნისტიის ფარგლებში ხდებოდა ეს კანონპროექტის მიღება, იმიტომ რომ პატრა ჩაანწერი იყო დიდ კანონპროექტში და მე კი ვნახეთ რომ ამას მნიშვნელობა ჰქონდა, ხო? და ასეთი უამრავი მაგალითი არსებობს. ამიტომ თავი პრობლემა არის ის, რომ საერთოდ რა ხდება? რა ამბავი ხდება? იმიტომ რომ თუ უბრალოდ ქართული ოცნება ეძებს თავის რიგებში კორუფციონერებს მაგალითად, ეს მინიმუმ იმას მიუთითებს, იმაზე მიუთითებს, რომ არ პრობლემა არ გააჩნიათ, ანუ შეუძლია თავისი გაპიარებული ღარიბაშვილი რა ვიცი, დაიჭირონ ან მინიმუმ კორუფციონერად გამოაცხადონ და ესე იგი არ აქვს საფრთხე რომ რეიტინგი დააკლდებათ, ხალხი აუჯანყდებათ, ანუ თუ უფუნება აქვს ამ ტიპის გადაწყვეტილების. კი ბატონო, თუ მართლა ეს ხდება და მეტი არაფერი არ ხდება, ეს ხო ნიშნავს, რომ პირიქით თავის თავში დარწმუნებულები არიან და ანუ კონტროლირებადი თამაშია. მაშინ ერთი სიტუაცია, იმიტომ რომ თუ ასეა, მაშინ გადავხედოთ ოპოზიციურ ველზე ასეთი, თქვათ, არაორგანიზებულობა, იდეის და საბოლოო მიზნის დეფიციტი და აი ამ ცდელობა რომ რაღაცნაირად ბოლო რესურსები გამოწურონ ხალხს, ვისაც აი რაღაც აქტიურად თუნდაც რუსთავაზე გამოდის ან რაღაც სხვანაირად აპროტესტებს სიტუაციას, რომ აი ბოლო რესურსი დაახარჯნონ, ციხეში გაუშვან, დააჯარიმონ და შემდეგ. ეს ხო არასწორია. ესე იგი ჩვენ უნდა მოვიზადოთ გრძელვადიანი თამაშისთვის, იმიტომ რომ თუ ისინი ძლიერები არიან, მაშინ ესე იგი ჩვენც აქეთ რესურსი უნდა დავაგროვოთ. და თუ ისინი თამაშობენ ძლიერს და არ არიან ძლიერები. მაშინ უნდა ვიცოდეთ ვინ არის მათი სისუსტის წყარო. მის სისუსტე თვითონ ხო არ იქნებოდნენ, ბიზნესმენები ხო არ იყო და მოდი დავსუსტეთ და დავანგრიოთ ქართული ოცნებავ. ესე იგი ვიღაც არის, ხო? თქვა თუ რუსები ებრძვიან ერთი სიტუაცია, თუ ამერიკელები ებრძვიან მეორე სიტუაცია. ანუ სამდროში ეს ხო აი ძალიან მრავალფეროვანი როგორ გაქვთ ახსნილი? მე უფრო იმისკენ ვემხრობი რომ ზოგადად დასავლეთთან დაპირისპირება და რუსეთთან რაღაც პრობლემა არის, იმიტომ რომ ეხა ფარცხალაძე რუსეთში ცხოვრობს მე მგონი, ხო? არ მგონია რომ ეს რაღაც რუსეთი ცხოვრობს, არის ერთი მონოლიტი, იქ სხვა ინტერესთა ჯგუფებია და შეიძლება ვიღაცასთან ფარცხალაძეს საქმის აღძვრით იქ რაღაც ნაწილთან გაიფუჭებს. ვიღაც ფარველი ხო ყავს ფარცხალაძეს რუსეთში, სხვა ვიღაც პირობითად ფსბ-ს გენერალი ხო იქნება, ვინც ამ რაღაცას კურირებს, ხო? და ალბათ იმასთან ხო არ იქნება კარგი ურთიერთობა თუ მათ ადამიანს თუ ამერიკელები ამ ვიღაცისგან დავალებას ხო იღებდნენ ამერიკელები, რასაც გვეუბნებოდნენ, ხო? თავიანთ განცხადება და ისაც დაასანქცირეს. ესე იგი მათთან მინიმუმ ხო არ აქვს კარგი ურთიერთობა. ამერიკელებთან რო არ აქვს კარგი ურთიერთობა, ხო ნამდვილად ვიცით, ფაქტად ვიცით. მაგრამ მეორე მხრივ ეს იზოლაცია რომელიც ხდება, ჩემი აზრით, აი შეიძლება მათ უჩენდეს ესეთ ინსტრუმენტს, რომელიც აძლევს შესაძლებლობას გაამყარონ ვერტიკალი, იმიტომ რომ აი წარმოიდგინეთ, რომ თუ მთელი ეს ევროპული სანქციები ან ამერიკული სანქციები მიდის იმაზე, რომ
იზოლაცია გაიზარდოს, მაგრამ საბოლოო ჯამში პროპაგანდისტულ ამბავში გვეცვა ჩვენ გვებზიან, როგორც ადრე გეები გვებზოდნენ და მე რაღაც გლობალიზმის პარტია გვებზოდა და ჩვენ კარგი ხალხი ვართ, პატიოსანი ხალხი ვართ, აი ამას ვაკეთებ და იქიდან არაადეკვატური შეფასებები მოდის, რაც ძალიან ხშირია. იმიტომ რომ აქედანაც არაადეკვატური ინფორმაცია მიდის, მათ შორის ოპოზიციური ველიდან. მაშინ უბრალოდ შეიძლება აი ბევრ ქვეყანაში მოხდა, ბევრ ავტორიტარულ ქვეყანაში მოხდა ის, რომ გარე წნეხმა გააძლიერა რეჟიმი. უნდა ელაპარაკონ? კი, აუცილებლად. და მე მგონი საბოლოო ჯამში არა მარტო უნდა ელაპარაკოთ, ჩვენ ოპოზიციურ ფლანგზე უნდა წამოვიდგინოთ, ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები. ჩვენ საქმეს არავინ არ გააკეთებს. არავინ არ მივად. ბოლოს თუ დაინახეთ, ოპოზიციურ ფლანგზე სისუსტეები გადააწყვეტინებს დასავლეთს რომ ელაპარაკონ ოცნებას. მე მგონი კაია კალასი იყო, ეს აზერბაიჯანში ჩაფრინდა, თუ არ მეშლება. ვიღაც ევრობიუროკრატია იყო და ჩვენთან რა ჩამოფრინდა. აი ყურეთ ევროპელები ხო შეგუებულები არიან რომ აზერბაიჯანში ავტორიტარული რეჟიმია. ხო არავინ ეჭვის ქვეშ არ აყენებს, მაგრამ რადგან ალიევი ამბობს რომ მე ვაკონტროლებ სიტუაციას, ჩემი ქვეყანაა. ძლიერია ოპოზიცია თითქმის არ ყავს სამოქალაქო საზოგადოება თითქმის არ არის. ეს თანამშრომლობენ და შეიძლება ბიზნესმენების გახლაც ეგ არის. კარგი, ოკეი, მე ხა მებრძვიან სანქციებს, მაგრამ ხალხს ვეთქვი, აი მე ვაკონტროლებ. აი ნახეთ როგორი ოპოზიცია. აზერბაიჯანი სხვა მასშტაბის მოთამაშეა, გამომდინარე თურქეთთან კავშირებით, შიდა რესურსებით და ასე შემდეგ. მაგრამ ეს მაგალითად რუსეთთან კარგი ურთიერთობა იმისთვის რომ გამოიყენოს ბიზნესმენებმა, რომ იგივე მესიჯი გააგზავნოს დასავლეთში, რომ ნახეთ მე ვაკონტროლებ სიტუაციას. აგრე ეს ოპოზიცია, ეს უცნაური ხალხია. ზოგი აი ასეთ მიტინგებს აწყობს. ზოგი ასე, აი გახარება რაც გააკეთეს, რაც დაემართა მთლიანად მთელ ისტორიაში 20-24 არჩევნების შემდეგ. აი ეს უბრალოდ აი აუტანელი არაადეკვატურობა იყო საბოლოო ჯამში. გახარიას ხვიდან თუ ყოველას ხვიდან თუ გახარია განსაკუთრებულად. გახარია უბრალოდ მე რეკორდი მოხსნეს ყველაფერი, იმიტომ რომ ან შესულიყვნენ, ან არ შესულიყვნენ, ან ეთქვათ რომ ლეგიტიმურია, ან ეთქვათ რომ არალეგიტიმურია. რამე ექნათ, რამე პოზიცია, ნებისმიერ პოზიცია უკეთესი იქნებოდა ის რაც მაგათთან გააკეთეს, ხო? და შეიძლება თქვა რომ აგერ ეს ოპოზიციური პარტია, აგერ მეორე ოპოზიციური პარტია, აგერ ისპოვეთ ციხეში ზიან. ესენი რაღაც მიტინგს აწყობენ, რა ვიცი, 500 კაცი გამოდის დღეში და მეტი არაფერი არ ხდება. ხო შეიძლება დასავლეთმა თქვას რომ კაი ხა უკრაინა გვაქვს, ამე პრობლემები, ჩინეთთან პრობლემები გვაქვს, აი ეს ვენესუელას რაღაც ამერიკა ამზადებს და ეს ივანიშვილის გათვლა. რა უნდა იყოს, თქვათ, ვივარაუდოთ რომ ეს ივანიშვილის გათვლა. რა უნდა იყოს ოპოზიციის, მისი ოპონენტების გათვლა. ხო და ამაშია საქმე. სინამდვილეში ჩვენ თუ იმის იმედად ვიქნებით, რომ ევროპელები დაასანქცირებენ ბიზნესს და ლამის გვაჩუქებენ ამ ძალაუფლებას, თქო, აჰა, აიღეთო, ეს არასდროს არ მოხდება. საწინააღმდეგო შედეგს მივიღებთ. ამიტომ თავარი ამოცანა მინიმუმ პოლიტიკური პროცესის ჩართოთ. პოლიტიკური პროცესის ნიშნავს იმას, რომ მედია იქნება ეს თუ ზოგადად ნებისმიერ საჯარო სივრცეში პოლიტიკოსებმა უნდა ელაპარაკონ. მე თუ არც კი ვიცნობ იმ ადამიანებს ზოგჯერ რომელსაც ვუსმენ, რატომ უნდა და ის თუ პოლიტიკოსი არ არის, არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ წარმოადგენს. არანაირ პოლიტიკურ ალტერნატივას ვერ დავინახავ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კაი შეიძლება ვიღაცამ ჭკვიანური იდეა თქვას, მაგრამ საბოლოო ჯამში, როცა რუსთავზე მდგომი ადამიანი თუ სახში რომელიც ზის, ის რომ არჩევნებზე წავა, რომელიღაც პოლიტიკურ პარტიას ხო ხარს დაუჭერს. და ხო უნდა იცოდეს ვის დაუჭიროს ხარი. და აი ეს დისკუსიები რო ყოფილიყო მაგალითად ღია დისკუსიები, ჩვენ სულ ამას ვამბობთ, აი რაც თავი მაქვს, რაც გირჩევა, სულ ამას ვამბობთ, დისკუსიები, დებატები რო ყოფილიყო 4 ოქტომბერზე. ბოიკოტზე. ყოფილიყო, რა ვიცი, ნებისმიერ პროტესტის ფორმაზე, ჯარიმების არ გადახდა და გასაჩივრებით. საგადავკეთოთ თუ არა მაგალითად ახლა ამაზე. თუნდაც აქვს თუ არა გადაიკეტა საერთოდ რამე მნიშვნელობა, რომ ეხლა რომ მიდის ბრძოლა, გადაიკეტა თუ არ გადაიკეტა, ამას საერთოდ მნიშვნელობა აქვს თუ არა. ბერად უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა რომ თქვა 10000 კაცი გამოდიოს და გზა არ იკეტებოდეს, ვიდრე ის რომ გამოდიოს 1000 და გზა გადაკეტოთ, ხო ასე? პროტესტის არსი ხო რაოდენობაშია და არა რაღაც იმაში რომ ვიღაცა გამბედავია. არა, გამბედაობა შეიძლება ინდივიდუალ კარგი თვისება იყოს, მაგრამ დემოკრატიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ბევრი ადამიანი უნდა იყოს შემხარეს. ამიტომ მჭირდება მიტინგები და არჩევნები, რომ რაოდენობა დათვალო. და როგორ შეიძლება ამას არ მიაქციო ყურადღება, თუ პროტესტი თქვა თავებს ნუ ითვლიან, არა და სწორედ თავის დათვლაშია მთელი ფენომენი, პროტესტის პროცესის, არჩევნების, ბოიკოტისაც 10ჯერ, 20ჯერ უფრო მეტი ადამიანი წინა წელს ვიდრე ეხლა არის მიტინგებზე, ეს ხო რაღაცას ნიშნავს. და ამიტომ თავი რაც უნდა გავაკეთოთ. აი მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცა შეიძლება უნდა დღეს და აი ეხლა მიიღო შედეგი, დავიწყოთ დისკუსია, რომ უბრალოდ საერთოდ რას სად ვართ, რას ვაკეთებთ. როგორ შეიძლება ვიღაცამ არ აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა 4 ოქტომბერზე რაც მოხდა. უბრალოდ როგორ შეიძლება პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ დავაკისროთ, იმიტომ რომ რამდენი ადამიანი ციხეში ის ბოლოს და ბოლოს. მათ აიღეს თქვა პასუხისმგებლობა ორგანიზატორებმა პატიმრობით, ეს ასე არაა? არა, ასე არის, იმიტომ რომ პატიმრობა თვითონ ხო არ შევარდნენ ციხეში, ხო დაიჭირეს. მაგრამ ადამიანები რომელიც მაგალითად ამბობდნენ რომ ორგანიზატორი ვარ, მათ შორის ვინც ციხეში არ ზის. მინიმუმ აი, ნუ თუ არ უჩნდებათ იდეა რომ პოლიტიკები უნდა წავიდნენ.
აი იმის გამო რაც მოხდა, იმის გამო რამხელა ვინ უნდა წავიდეს პოლიტიკიდან, თუ ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობს? ნაცმოძრაობას, რა თქმა უნდა, იქ შეიძლება ვიღაც იყოს ნაცმოძრაობის იქით, მაგრამ ზოგადად მე მგონი ითხოვს ამას. აი როგორც კომპანიის ლიდერი რო გამოვიდეს და გააკოტროს თავისი კომპანია, ხო, ბუნებრივია რომ ეს უნდა გადადგეს. ივანიშვილი იზამს ახლა მაგას თავისი ახალი კანონით პარტიების აკრძალვის შესახებ. როგორ უყურებთ ამ კანონს და ასევე თქვენ ამბობდით, რომ ივანიშვილის სიძლიერე და სისუსტეებზე ვლაპარაკობდით, აი ოპოზიციის სისუსტე, მისი დაგსაქსულობა და ასე შემდეგ, ეს არის თუ არა ერთ-ერთი მთავარი სიძლიერე მისი? კი, ცხადია, სინამდვილეში რაც ხდება ოპოზიციაში, ის არის თავარი დასახტენი ქართული ოცნების, რაც ხდება, ვიცი, ოპოზიციური პარტიების, მედიების თუ ცალკეული პოლიტიკოსების შესრულებით, ეს არის რაც ქართული ოცნებას აძლიერებს, რომ ქართული ოცნების მხარე ხო სრულიად გასაგები ამბავია, ხალხი აქვს ძალაუფლება, ავთ ბელადი, უნდა ძალაუფლება შეინარჩუნონ და იყენებენ ყველა მათ ხელთ არსებულ რესურსს ეს გააკეთონ. ამაში ხო ვერ გაამტყუნებ ქართულ ოცნებას, მაგრამ აქეთ ხარეს ვინც უნდა ეს შეცვალოს, ვინც უკმაყოფილოა სტატუს-კვოს შენარჩუნებით, ალბათ ლოგიკური იქნება რომ რესურსი გააერთიანო, სინქრონულად იმუშაო, იპოვო გზები და თუ ამის ნაცვლად ეს დანაწევრება ხდება რესურსების, ერთმანეთის ჭამა ხდება და ყვირილწივილი ხდება, ისტერიკა იმის ნაცვლად რომ უბრალოდ დაველაპარაკოთ, რას ვაკეთებთ, ბუნებრივია ეს არ იქნება გამარჯვებისკენ მიმავალი გზა. ამიტომ ჯერ გრადუსი უნდა დავწიოთ და დავიწყოთ ლაპარაკი. გავარკვიოთ სად ვართ. სად გვინდა რომ აღმოჩნდეთ. ელემენტარულად თუნდაც გზის გადაკვეთის ამბავი რომ მარტივი იყოს, შეიძლება შევთანხმდეთ იმაზე, როგორი ქვეყანა გვინდა და აქვს თუ არა ამ ქვეყანაში ვიღაც ადამიანს გზის გადაკეთის უფლება. იმიტომ რომ თუ თანხმდებით რომ მაგალითად 100 კაცმა უნდა გადაკეტოს გზა, მაშინ მოდით ასეთ ქვეყანა გვინდა, სადაც ამის უფლება აქვს. ან როდის უნდა მოვითხოვოთ, რა პირობები უნდა შესრულდეს ვადამდელი არჩევნები მაგალითად. 1000 ადამიანი საკმარისია, ან თუნდაც 10000 რო ძალიან თუ უნდათ არჩევნები ჩაენიშნოს. თუ თქვათ 100000 უნდა გამოვიდეს. ანუ ჩვენთვის ჩამოყალიბდეთ, ჩვენ მხარეს ჩამოყალიბდეთ როგორი ქვეყანა. ახალი არჩევნები იქნება თუ ის ივანიშვილს უნდა რაღაც. ჩვენ ვართ ქვეყანაში, სადაც რაც ივანიშვილს უნდა რაღაც. ამ ფორმულის სანამ ოპოზიცია ასეთია, რა თქმა უნდა ასე იქნება. მაგრამ აი შეუძლებელი იქნებოდა რომ მართლა 100000 კაცი გამოსულიყო ქუჩაში. და პოლიტიკა არ შესულიყო ამ ქვეყანაში. უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა, უბრალოდ 100000 ახლოსაც არ იყო. ამაზეც რომ აი დღემდე მიუხედავად ფაქტად ვიცით რომ 100000 ახლოსაც არ იყო, პოლიტიკოსები რომ გამოდიოდნენ და ამბობდნენ 100000 კაცი ვიყავითო. ხო შეიძლება მინიმუმ ეს სტატისტიკის ამბავი, რიცხვების ამბავი, როცა დათვალდა არის ის მაინც შემოწმდეს. ხო და ხვდებით აი სანამ ოპოზიციურ ფლანგზე სიმართლეს ღირებულება არ აქვს, შვიდ საუბარს და დისკუსიას ღირებულება არ აქვს და ამის ნაცვლად ისტერიკაა და ასე თქვათ აი ემოციური საუბარია მოდაში, ვერ მოუგებ იქეთ ძალიან სიცოცხლიან გებრძვის ადამიანი, რომელიც ადამიანთა ჯგუფში დიდი რესურსი აქვს და აქეთ შენ გახარ ბევრად ნაკლები რესურსი და ყვირი ხარ და სულ დამარცხდები. ჩვეულებრივად რომის ჯარი ყოველთვის იმარჯვება, იმიტომ რომ ორგანიზებული იყო, როცა თუნდაც ნაკლები იყო და არაორგანიზებულს ყოველთვის იგებდა. ბოლოს მინდა კითხოთ, ფიქრობ თუ არა, ხედავ თუ არა ჰორიზონტზე ვადამდელ არჩევნებს, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში რაღაც გააქტიურდა ამაზე საუბარი, არ ვიცი რა საფუძვლებით, მაგრამ მე ხშირად ბევრი დიდი ხანია მესმის სხვა ტიპის ჭორები, ჯერ კიდე ზაფხულიდან, მათ შორის ლოგიკა იყო მარტივი, რომ აი ახლა ბიძინა ბოლომდე გაანადგურეს ოპოზიციას და მერე დანიშნავს ხო, აი ამ ლოგიკით სწორედ და მოიგებს 2 წელს. აი თუნდაც მაგალითად ამერიკელებთან შეთანხმდება რომ აი რაღაც მომიხსენით სანქციები, მე კიდე არჩევნებს ჩაგიტარებთ და ასე შემდეგ, მაგრამ მე ზოგადად დიდად ამჯერა ამის, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას არ აქვს თვისება ითამაშოს ელეგანტურად. თუ დააკვირდებით წარსულს, სულ სწორ ხაზოვნად მოქმედებდნენ. აი მიდიან და ჩაქოლავენ, მაგრამ აი ყოველჯერ ეგონა რომ ეხა შეუძლია უბრალოდ ელეგანტურად მოიქცენ და კიდევ უფრო ახალი არჩევნების ჩანიშვნა იქნებოდა ელეგანტური ნაბიჯი და ამიტომ არ ელოდება. კი, რა თქმა უნდა, მათთვის ძალიან ესეთი მარტივი გზა იქნება დაამარცხო ოპოზიცია, მაგრამ მე არ მგონია რომ ამას გააკეთებენ. თუ ამის ჭორები დიდი ხანია მესმის. კი ბატონო, მადლობა. მადლობა სანდრო რაქვიაშვილს, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში.